ესაც ხვდები რომ აი ადამიანები როგორ თავისი გამდიდრების მიზნით ცდილობენ სხვა ადამიანს მოატყუონ და არასათანადო ხარისხის მომსახურეობა ამ პროდუქტი შეაჩეჩონ, აი ჩემში იღვიძებს პროტესტი და აგრესია და აი ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ ვჩუმდები. ბავშვობიდანვე ასე ვარ და ძალიან უნდოდა დედას რომ აი კვების ტექნოლოგიებს გავყოლოდი, მამას ძალიან უნდოდა რომ იურდილზე ჩამებარებია და ორივე შევათავსე ფაქტიურად და აი გამოვედი ესეთი მადონე კოიცა. საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ და ძალიან მარტივია ჩემ ემოციაზე თამაში. მეც როგორც ვაფქვევ ემოციას, ასევე სხვის ემოციას ძალიან მტკივნეულად განვიცდი და ერთადერთი რამაც შეიძლება შემაჩეროს გულწრფელობამ, როდესაც შევდივარ ობიექტზე და როდესაც ხედავ რომ ადამიანმა ეს კი მართალია არ გააკეთა და არასწორად იქცევა, მაგრამ ის გულწრფელად დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ასე უნდა იყოს და ცდილობს, რომ აი როდესაც მე რაღაც რეკომენდაციებს ვაძლევ, რომ აი შემდეგ უკვე გამოასწოროს ეს და გაითვალისწინოს და ეს ანუ უნებლიე მოუვიდა, თქვა, ნუ ახლა სიბინძურეზე არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. ანუ სხვა შეცდომებზე ვგულისხმობ, აი რაც თქვა, იგივე ჯვარედინი დაბინძურება, თქვა, არ იცოდა რომელი პროდუქტი რომელთან უნდა შეენახა. ნუ 1000 ნიუანსი არის. აი მაშინ ვცდილობ, რომ კონსულტაცია გაუწიო და უფრო მობიერი და ბევრად უფრო აი სხვანაირად ვიქცევი. მეც გადავდივარ დიალოგის რეჟიმში და აი ყველანაირად, ანუ ემოცია უკვე ჩემი მეორე პლანზე გადადის და ყველანაირად ვცდილობ, რომ აი ადამიანს ავუხსნა და აი როგორ გითხრათ, დავეხმარო იმაში, რომ სწორად იფუნქციონიროს შემდგომში. მართლა პედანტი ვარ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახლში იყოს წესრიგი, ყველაფერი იყოს თავის ადგილზე, როდესაც რაღაცას ვეძებ, ძალიან მარტივად ვიპოვო, იმიტომ რომ ვიცი, რომ ამ ნივთის ადგილი კონკრეტულად იქ არის და არ უნდა იდოს სხვა ადგილას. მართალია პატარ-პატარა კონფლიქტები ამის ფონზე გვაქვს ხოლმე ოჯახში, იმიტომ რომ ნუ პატარებიც მყავს ახლა ოჯახში ქალიშვილის ბავშვები და როგორც წესი, როდესაც რამეს არ პოულობ, ძალიან ვბრაზდები. მაგრამ ნუ ყველა მიცის ჩემი ხასიათი და მიტარებენ. მართალია მე და ჩემი მეუღლე 36 წელია ერთად ვცხოვრობთ. რა ვიცი, პირველად იყო აი ძალიან დიდი სიყვარული, რა თქმა უნდა სიყვარულით შევუღლდით, მე ჩამოყალიბდა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა და პატივისცემა, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით და ამის გარეშე ოჯახი ფაქტიურად შეუძლებელია. რაც შეეხება იმას, რა წვლილი აქვს ჩემ წარმატებაში, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და სხვათა შორის დაკვირვებული ვარ არა მარტო ჩემი ოჯახის მაგალითზე, არამედ აი წარმატებული ოჯახების მაგალითზე. ყველა ოჯახი წარმატებულია, როდესაც არსებობს პატივისცემა და ერთმანეთის გაგება ოჯახში. ანუ ერთმანეთს როდესაც უსმენენ და ერთობლივად რაღაც გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე იყოს ოჯახში და სიყვარული სუფევდეს, მით უმეტეს, როდესაც პატარები იზრდებიან, იმიტომ რომ მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მათ მომავალზე აისახება ზუსტად ჩვენი უფროსების ქმედება და საქციელი. ამიტომ რა ვიცი, ჩვენ ყველა შეთანხმებულები ვართ, რომ აი გიყვარდეს და ვიზრუნოთ ერთმანეთზე ოჯახში. ამიტომ რა ვიცი, 36 წელი ეს არაფერი არ არის. იმედია, რომ ოქროს ქოლწილსაც გადავიხდით.